მოგესალმებით, დღევანდელი გადაცემა წიგნის ბაზრობაზე იმყოფება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების გავრცელებისათვის. დღევანდელ გადაცემაში ვესწრები საინტერესო რესპონდენტებით შემოგთავაზოთ და კიდევ უფრო კარგად დავფიქრდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს საჭირო წიგნები. ბიბლიის კუთხე წელს როგორ გამოიყურება ფესტივალზე? რა არის წარმოდგენილი? წარმოდგენილი გვაქვს ფესტივალზეც და რა თქმა უნდა ბიბლიის ყველა ქსელში ძალიან ბევრი უცხოენოვანი ლიტერატურა, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ აი ზუსტად ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ხიბლობენ ამ მიმართულებაზე. თქვენი ემოციები, რომელიმე კონკრეტული წიგნის ჩუქების დროს, რომელიც დაგეუხლათ და თქვენში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. მისმა შვილთაშვილმა მაშუქა შიმშილის ინგლისური თარგმანი. ისეთი რამე დააწერა, ზეთ რომ შენო მეორე კაცი ხარ, ჰალდორ ლაქსნესის მერე ვინც აქ მოვიდაო. ანუ გამიხარდა რომ მე და ლაქსნესი ერთად აღმოვჩნდით ამ უზარმაზარ წერათა. რომელი წიგნი გსურთ რომ თქვენს მეგობრებს აჩუქოთ ან გაავრცელოთ? ცოტა რთული კითხვა შეიძლება, მაგრამ მაინც რომელიმეს თუ გაგვიზიარებდით. მართლა ძალიან რთულია, ბევრი საინტერესო წიგნია, მაგრამ ალბათ ვაჩუქებდი წიგნებს, რომლებიც არის თავისუფლებაზე, ეს არის წლის ღონისძიება, რომელსაც ყველა მკითხველი მოუთმელად ელოდება. ჩვენი გადაცემის სტუმარია სანდრა შათირიშვილი, ბიბლიის მარკეტინგის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მადლობა და გადაგიხადეთ რომ მიღეთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საზეიმო განწყობა არის და ძალიან მიხარია რომ წიგნით ამდენი ადამიანი არის დაინტერესებული, რაშიც ბიბლისი და პალიტრალი ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს ქვეყანაში. წიგნიერების გამავრცელებლები არიან, შეიძლება ასეთ ამამად და თავისუფლად ითქვას. მოგესალმებით პირველ რიგში. წიგნთა დაკავშირებით მინდა ესეთი რაღაცის თქმა, ამით მინდა რომ დავიწყო. ზოგადად წიგნი არის უმნიშვნელოვანესი ნივთი თითოეული ადამიანისთვის. საუკუნეების მანძილზე, ანუ საუკუნოვანი მნიშვნელობა აქვს წიგნს და სწორედ აი ამ გადაწერით გადაეცემოდა საუკუნიდან საუკუნეს ეს საუნჯე, ასე ვთქვათ, მე საუნჯეს ვეძახი. და არა მარტო მე რა თქმა უნდა. წიგნის მნიშვნელობა ზოგადად კაცობრიობისთვის არის შეუფასებელი არის, იმიტომ რომ ეს არის ის რითიც ფაქტიურად დაბადებიდან არ ვიცი ნებისმიერ ასაკამდე არსებობს ლიტერატურა, რასაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეუძლია რომ წაიკითხოს და გაეცნოს. ასევე თვითონ აი წიგნის მნიშვნელობა იზე რომ ვისაუბრო და კიდევ უფრო მეტად ხაზი რომ გავუსვა. ნამდვილად ბიბლიას და პალიტრაელს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამის გავრცელებაში, არა მარტო ჩვენ. ყველა გამომცემლობაზე იგივე შემიძლია ვთქვა ნამდვილად, იმიტომ რომ მათ გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. დღეს ახლა 21 საუკუნეში ცოტა ისეთი დრო დადგა, რომ თითქოს რაღაცა ესეთი ეჭვები იყო, რომ წიგნი ცოტა მეორე პლანზე უნდა გადასულიყო. თუმცა ჯერჯერობით მე მსგავს ტრენდს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დავინახავ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის წიგნის ფასი და აი ეს ეხლა ჩვენ სადაც ვართ და აქ ეს აქტივობა რაც არის, ზუსტად მაგის მომასწავლებელი არის და ყველანაირად ასე ვთქვათ, იმის მანიშნებელი არის, რომ არანაირად წიგნს არაფერი არ ემუქრება. კი, ნამდვილად ასეა, სადაც ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ხარ, მე მგონი წიგნთან დაკავშირებით პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, რომ ადამიანებში არის ის კულტურა, რომელიც დასაცავიც არის და ვითარდება, ჩემი აზრით ძალიან მიხარია. თქვენი აზრი მაინტერესებს ასევე შედარებით ახალგაზრდა თაობებთან დაკავშირებით, მათ რამდენად აქვთ ეს ინტერესი წიგნის კითხვის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს გრძელდება, მაგრამ მაინც თქვენ როგორ შეაფასებდით, უფრო მეტად მათ რა აინტერესებთ, თანამედროვე კლასიკა, ისტორია, არ ვიცი, უცხოელი, ესე რომ ვთქვათ, მწერლები, თქვენი აზრი რომ გაგვიზიაროთ. ესე იგი, ჩემი აზრი და ასევე არა მარტო ჩემი აზრი, ცოტა დავაფუძნებ სტატისტიკაზეც. ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურად კითხულობენ უცხოენოვან ლიტერატურას, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ძალიან როგორც იმენაზე, ასე ვთქვათ, რა ენაზეც არის დაწერილი ორიგინალში, ასევე ქართულად ნათარგმნსაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ,
ძალიან ბევრი არ ვიცი, ჩამოთვალს არ დავიწყებ ახლა როგორი დონის მწერლები გვყავს და რა დონის წიგნები გვაქვს, თუმცა ანუ ამის მიღმა კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის და იმასაც რო ყურადღებას აქცევენ და იმასაც რო კითხულობენ, მოკლედ ამასთან ერთად ძალიან სასიხარულო არის ეს ამბავი. სწორედ ამიტომ აი ჩვენ მაგალითად ახლა წარმოდგენილი გვაქვს ფესტივალზეც და რა თქმა უნდა ბიბლიუსის ყველა ქსელში ძალიან ბევრი უცხოენოვანი ლიტერატურაა, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ აი ზუსტად ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ყიდულობენ ამ მიმართულებას. მანგები არის ძალიან აქტიურად, რასაც ახალგაზრდები ყიდულობენ, ფიქშენის, ნონ-ფიქშენის მიმართულებები, ამათაც აღარ ჩამოვთვლი კონკრეტულად რა, მაგრამ საკმაოდ მოკლედ საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს გეთანხმებით ამასთან დაკავშირებით და მიხარია ძალიან, უწფელად მიხარია, რომ ახალგაზრდებსაც წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. კი, გეთანხმებით მეც და ასევე ჩვენს მაყურებელს რომ მოვუყვეთ ბიბლიუსის კუთხე წელს როგორ გამოიყურება ფესტივალზე, რა არის წარმოდგენილი და თქვენ განსაკუთრებით რით ხართ მოხარული წელს წლევანდელი ფესტივალის ეს თქვა მიმოხილვა რომ შევადგინოთ. პირველ რიგში მინდა ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული არის და იყო ამ ფესტივალის აი ასეთ დონეზე წარმართვაში, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება ჩვენ სივრცეს, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი გუნდსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, თითოეულ ბიბლიუსის წევრს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომ ამაში უდიდესი შრომა ჩაიდო, რომ აი ეს სტენდი ესეთი ყოფილიყო, როგორიც არის. გამოვარჩევ ლიტბოქსი მინდა რომ ვახსენო, ლიტბოქსი არის უნიკალური კონცეფციის მქონე ყუთი, სადაც დევს თავისთავად წიგნები და წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები. ეს არის გამოწერითი პრინციპის ყუთი არის, ანუ ყოველთვე როდესაც ადამიანი ხდება გამომწერი, მის ყოველთვე ჩვენ მივუტანთ ამ ბოქს, ყოველთვე სხვადასხვა ბოქსი არის, ანუ აპრილის თავის ბოქსი აქვს, მაის თავის ბოქსი აქვს, ყოველთვე სხვადასხვა ბოქსია, სხვადასხვა რაღაცები დავშიგნით, ვიტყვი რომ 3 კატეგორია არის: საბავშვო, თინეიჯერების და დასრულებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ახალი პროექტი, ახალი პროდუქტი ბიბლიუსისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი შედეგი ექნება ამას და დაიმკვიდრებს მკითხველში, ასე ვთქვათ, თავის თავს. შენი ლიტერატურული მეგზური არის სლოგანი და მე მგონი ეს სლოგანი უკვე ყველაფერს ამბობს. ერთი-ორი სიტყვითაც გეტყვით, წარმოდგენილი რაც გვაქვს, ყველაფერზე მოკლედ განსაკუთრებული ფასდაკლებები გვაქვს. მაგალითად, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, რომლის კომპლექტებზე 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს. ასევე ხუთლარად იყიდება ამ გამომცემლობა წიგნები ბათუმში ძალიან ბევრი წიგნი, უმრავლესობა თითქმის 5 ლარი ღირს. ფიქშენი, ნონ-ფიქშენი ვთქვი უკვე, ჩვენი ექსკლუზივი არის მაგალითად როგორც სამზითო ფესტივალოსანი, რაც უკვე ვახსენეთ ჩვენს და არა მარტო ჩვენ ძალიან ბევრი გადაცემა დაეთმო მოკლედ ამ ამბავს. ვეფხისტყაოსნის გარდა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული არის ახლახანს რაც გამოვუშვით. ასევე ირაკლი ჩარკვიანის ლექსების კრებული არის, რომელიც ჩვენი ექსკლუზივი არის, ირაკლი ჩარკვიანის ბრენდირებული ნივთები ასევე და ჩემი პირადი რჩეული არის ტაშენის გამომცემლობა. ეს არის უცხოური გამომცემლობა, საკოლექციო წიგნები აქვს და აი რო შეხედავ მიხვდები რომ არ ვიცი რაღაცა განსაკუთრებული წიგნები არის პირადად ჩემთვის და გულით მოკლედ ყველაზე მეტად მე და ვიზუალითაც და ყველაფრით მოკლედ ჩემი რჩეული არის. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ფაზლებიც გვაქვს, საბავშვო მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი არჩევანი და ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის შესაძლებელია რომ იპოვოს მან თავისთვის. სხვანაირად არც გამოვიდო და სხვანაირად ბიბლიუს არ შეშვენის. ყველა ადამიანზე მორგებული არის და ეს არის ასე ვთქვათ, სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. კიდევ მინდა და გამეგრძელებინა თქვენთან საუბარი, მაგრამ მე მგონი იმდენი ადამიანია სანამ წაგვიღეს. ამიტომ ჯობია რომ გავაგრძელოთ გადაცემა და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ბიბლიუს და ჩვენს მაყურებელს აუცილებლად ვურჩევ რომ გამოიყენოს ეს შანსი. ძალიან კარგია წიგნების კითხვა, მაგრამ კიდევ უფრო კარგი არის ფასდაკლებად როდესაც შეგვიძლია რომ შევიძრათ, ამიტომაც არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან. ახლა კიდე გავაგრძელოთ და სხვა სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ წიგნებთან დაკავშირებით საუბარს.
წიგნის ჩუქება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რომელ წიგნს გადავწყვიტავთ რომ ვაჩუქოთ სხვას, მოკლედ წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე, მაგრამ კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებისგან კიდევ უფრო საინტერესოა მათი აზრის მოსმენა. ჩვენთან ერთად მყოფა ბატონი ლევან ბერძენიშვილი, მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა თქვენი დროისთვის გადაგიხადოთ და ჩვენს მაყურებელს მინდა გაუზიაროთ თქვენი ემოციები, რომელიმე კონკრეტული წიგნის ჩუქების დროს, რომელიც დაგეუფლათ და თქვენში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ ერთხელ ნორვეგიაში ვიყავი და ვესტუმრე სამსუნის სახლს, რომელშიც მისი ასე ვთქვათ მემორიალი არის გახსნილი, მუზეუმს ვერ ვიტყვი, ცოტა რამე არის. და იქ არავინ არ დადის, იმიტომ რომ სამსუნმა ცხოვრების ბოლოს ჰიტლერი მოიწონა და ყველამ გადმოდა, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი მწერალი მასთან არ დადიან და უცებ აღმოჩნდი მე და ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი უცხოელი, ვინც იქ შესულა და მისმა შვილთაშვილმა მაჩუქა შიმშილის ინგლისური თარგმანი. და ისეთი რამე დააწერა ზეთ, რომ შენო მეორე კაცი ხარ, ჰალდორ ლაქსნესის მერე ვინც აქ მოვიდაო. ანუ გამიხარდა რომ მე და ლაქსნესი ერთად აღმოჩნდით ამ უზარმაზარ მწერალთან, რომელიც სხვა შორის დიდი იყო მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში რომ სიბერეში რაღაცა ცოტა შეეშალა ალბათ ეპატია. ასე რომ მე თვითონაც მიყვარს წიგნების ჩუქება, მაგრამ მე მყავდა მეგობარი ვახტანგ გროდონაია, რომელმაც თავის დაბადების დღეზე იცოდა საკუთარი ინიციატივით წიგნების ჩუქება. ყველას ძირფას წიგნს და სულ ველოდებოდი 5 ნოემბერს, რომელი წიგნი იქნება. რა იქნებოდა. მე მინდა რომ ეს დავამკვიდრო ასეთი ტრადიცია, მაგრამ მაინც განმეორება იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გისურვებთ რომ წიგნები ყოველთვის იყოს თქვენთან ერთად, რომლებიც ალბათ რთულია თქვენი გავაცემა, შეიძლება ისე ითქვას, ჩვენ ესე გქონია ხოლმე, არ ვიცი, მე რო შემეძლოს რომელი წიგნი უნდა გაჩუქოთ თქვენ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი მადლობა, კარგად გრძნობთ. თქვენი გადაცემის სტუმარია თეონა დალაქიშვილი, წიგნის ასოციაციის დირექტორი, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დათმობილი დროისათვის. ჩვენს მაყურებელს ლევანდელ წიგნის ბაზრობაზე მინდა რომ ვესაუბროთ. რითი არის გამორჩეული, იმიტომ რომ უკვე ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, როგორც ყოველ წელს, მაგრამ მგონია რომ წელს კიდევ უფრო მეტი არის ამ დროის მონაცემებით, ჩემი დაკვირვებით, მაგრამ თქვენ უფრო მეტი დეტალი რომ გაგვიზიაროთ. ნამდვილად, წელს ყველანაირ მელოდიც გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, სასწავლო დღეა, დილიდან ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა წიგნის ბაზრობის გახსნას და როგორც ხედავთ, უამრავი ადამიანია, სხვადასხვა ასაკის, არიან ბავშვები, არიან სკოლის მოსწავლეები და ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთხელ იმის ნიშანი, რომ ეს არის წლის ღონისძიება, რომელსაც ყველა მკითხველი მოუთმელად ელოდება. და ასევე მინდა თქვენგან მოვისმინო წიგნის ჩუქება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე რომ ვთქვათ, დანიშნულება მგონია, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება ჩვენი წიგნით და საჩუქრით მათ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი მკაფიო გავლენა მოახდინოთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ თუ რომელ წიგნს ვაჩუქებთ და მაინტერესებს თქვენ გამოარჩევდით რომელიმე წიგნს, რომელიც თქვენთვის უჩუქებიათ და განსაკუთრებული, ესე რომ ვთქვათ, შთაბეჭდილება დატავა. და შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც სწორად ის წიგნი გამოადგეს. ძალიან რთულია რომ გამოვარჩიე, უბრალოდ ზუსტად დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ წიგნებმა ვაკაში მაჩუქა გაბორმატეს წიგნი, რომელიც არის როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ტოქსიკურ სამყაროში და რას ნიშნავს რომ იყო ნორმალური და ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ დღევანდელობას ეხმიანება ყოველთვის ჩვენი ფესტივალი წიგნის ბაზრობას და აქედან გამომდინარე ყოველთვის გვაქვს ხოლმე აქტუალური წიგნები და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი დღეს. თან დღეს ესეთი ტრადიცია არის, რომ წიგნებს ჩუქნით ერთმანეთს და მიხარია, რომ აი ესეთ მნიშვნელოვან დღეს გაიხსნა ჩვენი წიგნის ბაზრობა. კი ბატონო და ასევე საინტერესოა თქვენ ლევანდელი ესე რა ვთქვათ, ბაზრობიდან ყველაზე მეტად რომელი წიგნი გსურთ რომ თქვენს მეგობრებს აჩუქოთ ან გაავრცელოთ. ცოტა რთული კითხვაა შეიძლება, მაგრამ მაინც რომელიმეს თუ გაგვიზიარებდით. მართლა ძალიან რთულია, ბევრი საინტერესო წიგნია, მაგრამ ალბათ ვაჩუქებდი წიგნებს, რომლებიც არის თავისუფლებაზე. წელს ბევრი ასეთი წიგნი გამოიცა, ჩვენი ყველა ასე ვთქვათ, წევრი აკვირდება მიმდინარე სიტუაციას, მოვლენებს და ყოველთვის პასუხობს ხოლმე ამ სიტუაციას ეს წიგნები, რომელიც გამოდის. ბევრი ასეთი წიგნი გვაქვს და ვისურვებდი, რომ ეს წიგნები ეჩუქებინათ ადამიანებს თავისი მეგობრებისთვის. ნამდვილად ეს იმიტომ რომ წიგნთან ერთად ზოგადად ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
იმიტომ რომ წიგნი გვაძლევს იმ მნიშვნელოვან გასაღებს და გამოცდილებას, რომელიც რაღაცნაირად დროსთან ერთად თითქმის ისე უბრუნავს ხოლმე და ის გასაღები ყოველთვის წიგნშია ხოლმე ჩემი აზრით. ამიტომაც უსურვოთ ჩვენს მაყურებელს გამოიყენოს ეს შანსი და გაავრცელოს წიგნები. სწორი წიგნები. სწორი წიგნები, ყველა წიგნი სწორია და სწორად წავიკითხავ და სწორ კითხვებს დავსვამ. ნამდვილად ესეა, სწორი შენიშვნა იყო. წარმატებები. მადლობა.